საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ყველაფერი ძვირია, შაქარი, კარტოფილი, პესოკი, ყიდველი არ არის, პროდუქტი ძალიან არის დაძვირებული. გაძვირებული პური, შაქარი და კვერცხი თელავში კიდევ მოიმატებს თუ არა ფასები. მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია, რომ ფასები გაიზარდოს. გურჯაანისა და კაჭრეთის რეაბილიტირებული ქვესადგურები გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოინახულა. რა გაკეთდა და როგორ აისახება ეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხზე. ცალსახადა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიმალური ავარიებით და ფაქტობრივად წვეთის გარეშე კონდეს გურჯაანს და რეგიონს ელექტროენერგია. მალე ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომის სახლი გაიხსნება. ბავშვები თავიდან ბოლომდე შეეხებიან იმ მეწარმოებას, რასაც უნდა აკეთებდეს კახელი კაცი თავის ოჯახში. წინანდლის სახლ-მუზეუმი გიორგი ლეონიძის მემორიალურ გამოფენას მასპინძლობს. გიორგი ლეონიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ მუზეუმი არსებულიყო. წინა საახალწლოდ ნაძვის ხეების ჭრაზე კონტროლი გამკაცრდა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. გაუფასურებული ლარის ფონზე გაძვირებული პროდუქტები და საწვავი ბოლო 2 კვირაში სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასმა 5-დან 50 თეთრამდე მოიმატა. ბოსტნეული კი 40-50 თეთრით გაძვირდა. 1 ლარით გაიზარდა ყველის ფასიც. რას პროგნოზირებენ ექსპერტები კიდევ მოიმატებს თუ არა ფასები? ნინო სამნიაშვილი განაგრძობს თემას. თელავში ლარის გაუფასურება უკვე დაიწყო მაღაზიებსა და აგრარულ ბაზარს. ხშირი მოხმარების პროდუქტები, კვერცხი, შაქარი, პური, ზეთი, ზოგიერთი სახეობა, ასევე ტკბილეული 5-დან 50 თეთრამდე გაძვირდა. აგრარულ ბაზარში ფასებმა მოიმატა იმპორტირებულ პროდუქტზე პომიდორი, კიტრი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული ბოლო 2 კვირაში სულ მცირე 40-50 თეთრით გაძვირდა. ნიგოზმა 4 ლარით მოიმატა. სოკოზე ლიმონიც გაძვირდა, ყველაფერი ხილი გაძვირდა. ყიდველი არ არის, პროდუქტი ძალიან არის დაძვირებული. ხალხში ფული არ არის, ტირიან, მათხოვრად დადიან, ნაგვის ყუთებში იქექებიან. ხილი და ბოსტნეული შემოსული რაც არის, თურქეთისა ის გაძვირდა, ჩვენი ნაგავში გადასაყრელია ჩვენი. ვინ არის ყიდველი, ბაზარში გაიხედე რომელია ყიდველი. სასურსათო უფრო გაძვირდა შვილო. მაღაზიებში სურსათის თუ გაძვირდა, ჩვენიც გაძვირდა, საქონელი. 50 თეთრებით მაინც. ყველაფერი გაძვირება იწევს დოლარის კურსს, რა თქმა უნდა, დოლარმა საშინლად აიწია. გურჯაანის აგრარულ ბაზარში კი გამყიდველები კლიენტის სიმცირეს ჩივიან. ბოლო 1 კვირაა მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, რადგან გარე ვაჭრობა დაუშვეს. ამის გამო გამყიდველები ფასებს არ ზრდიან. მხოლოდ 1 ლარით გაძვირდა ყველი და 10-დან 12 ლარამდე ღირს. იგივეა ხორცის ღირებულებაც. 1 კილოგრამი კიტრი რა ღირს? ესაა 2 ლარი. არ იყიდება 2 ლარს ფასი არ იყიდება. კან იყიდება არ იყიდება. ჭარხალი 1 ლარი კილო. პომიდორი 2 ლარი. კან იყიდება არ იყიდება. გუშინ გეფიცები თელი დღე გრანახوار გამყიდი პომიდორი. მე გაყიდება ხალხი არა. ხალის კალედან მარჯობს ხალხი ბაზარიდან არ შემოდის. აბა ვიმოვალ ბაზარში. აი 50 კაბი გადავყიდია მაი. აი ამას ავყიდი ისა. 3 კილო 2 ლარი 60 კაბიკში. არის კლიენტი? არა, იქ რო გარეთ რო იყიდებ, აქ ვიღა შემოერთი გამაგებინა. ჩვენ თოდუები, ჩვენ გარეთ გავიდეთ და ქუჩაში ვიწყოთ. ხალხს ფული არა აქვს. აი, დილიდან ვზივარ აქ გავიგი არ მაქვს რო ისა იყიდო. მოქალაქეების დაკვირვებით კი პროდუქტები ბოლო 1 თვის განმავლობაში იმდენად გაძვირდა, რომ მათი პენსია იმაზე ადრე თავდება ვიდრე აქამდე. სულ ყველაფერი ძვირია, შაქარი, კარტოფილი, პესოკიო დაძვირდა, ჩაი ხომ უნდა დავლიოთ. ჩემი დაკვირვებით შაქარიც გაძვირდა. შაქარი გაძვირდა, რომელიც გლეხმა ჩაი დალიოს მაინც გას. ხორცი თავისთავად თვეში ერთხელ მაინც არ მიიღოს გლეხმა. კალორია, ხორცის კალორია რომ მიიღოს ორგანიზმმა. რა იქნება ახალ წელს? კიდევ მოიმატებს თუ არა ფასები? ამაზე ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან. ისინი ფასების მომატებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია საწვავის გაძვირებაც. ნოემბრის მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, ინფლაციის არის 0.2%, თუმცა მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია, რომ ფასები გაიზარდოს, ვინაიდან ფასები არა მხოლოდ გასვლით კურსზეა დამოკიდებული, ასევე დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე და იმ გადასახადებზე, რომელიც დაწესებული აქვს სახელმწიფოს. საწვავზე ფასი გაიზრდება, დაახლოებით 20-დან 25 თეთრამდე იყო, ასე ვთქვათ, შეფასება რომ მოხდებოდა ზრდა.
დღეის მონაცემებით საწვავის ფასი ბრენდ გასამართ სადგურებში ლარი და 44 თეთრიდან ლარ და 94 თეთრამდე მერყეობს. ექსპერტების და ხელისუფლების ვარაუდითაც ფასი კიდევ აიწევს. შესაბამისად ეს პროდუქტზეც აისახება. რაც შეეხება ვალუტის კურსს, ჯიხურებში მისი ღირებულება 2 და 56 თეთრია. ექსპერტების ვარაუდით თუ ახალი წლის შემდეგ დოლარის კურსი დაიწევს, გაზაფხულიდან შესაძლებელია პროდუქტის ფასებმაც ნენელა დაიკლოს. თელავის მედია კაფეს მხარდასაჭერად დღეს აქცია გაიმართა. მედია ორგანიზაცია კახეთის ხმის დაამფუძნებელს მაია მამულაშვილს კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად აქციაზე რეგიონალური მედიის ასოციაციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მისი ინფორმაციით მედია კაფე 4 წლის განმავლობაში თელავის მერიისგან საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდა გაფორმებული, სადაც დისკუსიები, საგანმანათლებლო შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები ტარდებოდა. ახლა კი მერია ფართის გადაცემა სამხატვრო სკოლისთვის გეგმავს, რის შემდეგაც ის ვარაუდობს, რომ შენობა გაიყიდება. მედია კაფის დამფუძნებელი კოლეგებთან ერთად დღესვე მერიის მოადგილეებს შეხვდა ლევან ლილუაშვილი და აკა საჩიშვილი. აცხადებენ, რომ მედია კაფის საკითხი თელავის მერის პლატონ კალმახელიძის მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. მათივე თქმით, დაგეგმილია სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრაც. დღევანდელი აქცია არის სიმბოლური აქცია თელავის მედია კაფეს გადასარჩენად. აქციის მიზანი არის, რომ კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად და მედიის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ მივიპყროთ საზოგადოების ყურადღება, რათა მედია კაფეს გამოძევება არსებული სივრციდან არ მოხდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ამ შენობაში სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას და შემდეგ გაყიდვას. ანუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მედია კაფედან გამოსulis შემდეგ სამხატვრო სკოლასაც გამოიყვანენ ამ შენობიდან რეაბილიტაციის მოტივით, მაგრამ სინამდვილეში შემდეგ ეს შენობა გაიყიდება. ჩვენ ამას არ დაუშვებთ, მივყვებით ამას ბოლომდე და ვიქნებით საზოგადოების სადარაჯოზე. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ქალაქის ხელისუფლება გამოძებნის რაღაც გზებს იგივე მაია მამულაშვილთან რაღაც პირობებს მოიფიქრებენ იმისათვის, რომ უბრალოდ ქალაქელები და მედია ზოგადად არ დარჩეს ამ საუკეთესო ადგილის გარეშე. ჩემი აზრით თვითონ ქალაქი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მსგავსი სივრცეები შეიქმნეს. მე დღეს ვაპროტესტებ ფაქტს, რომელიც ვლინდება თელავში მედია კაფესთან დაკავშირებით, რადგან ეს ფაქტი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დღევანდელი ცხოვრებისათვის, როგორც ჩვენი თელაველი მოქალაქეებისათვის, ასევე ქალთა კატეგორიისათვის, რადგან ეს ფაქტი არის თავისუფალი, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა შეხვედრებისთვის, ესენი იყო მიძღვნილი ქალთა საერთაშორისო დღე იქნებოდა. გურჯაანის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქვესადგურს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი შენობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კაჭრეთის ქვესადგურსაც. რეაბილიტირებული ქვესადგურები გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. ნახეთ გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. გურჯაანის ქვესადგურს, საიდანაც ელექტროენერგია მთელს რეგიონში ნაწილდება 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სააკუმულატორე სისტემები, გაყვანილობები, აშენდა ახალი შენობა. გარემონტ და ყველა ოთახი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა სამორიგეო პუნქტები. ქვესადგურ გურჯაანი 220-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე კი 700.000 ლარი დაიხარჯა. 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე კაჭრეთის ქვესადგურსაც. სამუშაოების დროს შეკეთდა ძალოვანი მოწყობილობები და გარემონტ და შენობა ნაგებობები. წელს ჩვენ აქ საკმაოდ დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩავატარეთ, გავარემონტეთ ავტოტრანსფორმატორი, გავაყენეთ ახალი 10 კილოვოლტის ფიდერები და საკმაოდ გავაუმჯობესეთ კვება ამ რეგიონის. ამავდროულად ჩვენ ვიყავით დღეს ასათგურჯანი, ასათის ქვესადგურში, იქაც საკმაოდ დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაკეთდა. ჩვენმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღო და გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება კვება ამ რეგიონის გაუმჯობესება. ორივე ქვესადგურზე 2016 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორთან ერთად გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა. იგი პირადად გაეცნო მიმდინარე წელს კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროექტი ავარიების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ფაქტობრივად ეს აძლევს საშუალებას გურჯაანს და კახეთის რეგიონს, რომ
უწყვეტად მიეწოდოს ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ენერგოდისტრიბუციას, რადგან ენერგოდისტრიბუციის პრობლემები არის ხოლმე, რაც გურჯაანში გვაქვს და მაგის რეაბილიტაციის გეგმა ცალკე მუშავდება, რომელიც უკვე შემდგომში განხორციელდება, მაგრამ ეს ელექტროსისტემის მხრიდან ეს უზარმაზარი სამუშაოები ცალსახადაა. გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უწყვეტად ქონდეს მინიმალური ავარიებით და ფაქტობრივად წვეთის გარეშე ქონდეს გურჯაანს და რეგიონს ელექტროენერგია. მიმდინარე წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ კახეთის რეგიონში არაერთი ქვესადგურის რეაბილიტაცია განახორციელა. 2016 წელს მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეკონსტრუქციაზე დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. მაკურციხეში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ მალე დასრულდება და აქ გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომის სახლი გაიხსნება. დღეს წმინდანის ხსენების დღეა და სამუშაოები სასულიერო პირებმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გურჯაანის გამგებელმა დაათვალიერეს. ამჟამად გარე ფასადის და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ აქ საკონცერტო, საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები გაკეთდება. ასევე გაიხსნება სამრევლო სკოლა, სადაც მოსწავლეები მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავით ნეობას, ხატწერას, მინაქრის ხელოვნებას, გალობას და ხალხურ რეწვას შეისწავლიან. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია. მომავალ წელს ასევე დაგეგმილია გრიგოლ ფერაძის სახლის რეაბილიტაციაც. იქნება სამჭედლო, იქნება სადურგლო საამქრო, სადაც ბავშვს შეიძლება შექმნას თვითონ პროდუქცია, ჯერ ისწავლოს, რა თქმა უნდა, ოსტატისაგან ეს ყველაფერი და მერე თვითონ შექმნას იქ რაღაც პროდუქცია, რომელიც არის შესაძლებლობა იქნება, რომ ის გაკეთებული, დამზადებული ნაწარმი გამოიტანოს და გაიყიდოს მაღაზიაში. ანუ ეს ყველაფერი იქნება კომპლექსში. პირველ სართულზე იქნება მარანი, სადაც დამზადება ღვინო, ანუ ბავშვები თავიდან ბოლომდე შეეხებიან იმ მეწარმოებას, რასაც უნდა აკეთებდეს კახელი კაცი თავის ოჯახში. და ფაქტობრივად აქ მარტო კულტურის სახლი კი არა, აქ იქნება შეიძლება თქვა შრომის სასახლე. იმიტომ რომ აქ გაკეთდება სხვადასხვა შრომითი საქმიანობის რაღაც სასწავლო კურსები, ცენტრები, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ახალგაზრდობამ რამოდენიმე სპეციალობა შეიძინოს. სასწავლო ცენტრებით იქნება. ჩვენ ვიყოფებით გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომის სახლში, სადაც სხვადასხვა ხელსაქმეს, სამომავლოდ უკვე სხვადასხვა ხელსაქმეს შეისწავლიან ახალგაზრდები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამოადგება ჩვენს რაიონს პირველ რიგში. საკმაოდ დიდი პროექტი განხორციელდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო. ეს ერთ-ერთი ძალიან ისე დიდი პროექტი არის, რომელიც მნიშვნელოვანი არის არა მარტო ამ სოფლისთვის, მაკურციხისთვის, არამედ მთელი რაიონისთვის. მუდმივმოქმედის საბჭოს პრეზენტაცია გურჯაანში. ღონისძიება გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პროექტ ადგილობრივი საბჭოს ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის მიზნებსა და ფუნქციებზე ისაუბრეს. ასევე წარმოადგინეს საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწევალ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. შეხვედრაზე იმსჯელეს კახეთის სხვადასხვა რაიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. პრეზენტაციას რეგიონის პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, გამგეობის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, რესურს ცენტრისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დღეს იმართება ადგილობრივი საბჭოს შეხვედრა. პროექტის მიზანია განიხილოს საბჭოს ფარგლებში, განიხილოს რეგიონში არსებული კრიმინოგენული ვითარება, დავსახოთ ღონისძიებები დანაშაულის პრევენციის მიზნით. ასევე კერძო და სახელმწიფო ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულის პრევენციის მიზნით და ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მით უმეტეს ის, როდესაც სახელმწიფო უწყებიდან მოდის ესეთი ინიციატივა, რომ ერთად დაჯდეს სხვადასხვა უწყება და კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს დანაშაულის პრევენციასთან მიმართებაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული მუშაობა იყოს და ის ფაქტი უკვე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვადასხვა ინსტიტუციები ხდებიან ერთად და ერთ პრობლემატიკაზე იწყებენ საუბარს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ დადებითად ვაფასებ და მე მჯერა, რომ ადგილზე აღნიშნული საბჭოები თუ გექმედით იქნება, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
სოციალური მედია და მისი მნიშვნელობა. საკითხზე თელავის დემოკრატიის სკოლაში გამართულ ტრენინგზე იმსჯელეს. შეხვედრას როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის თქმით 21 საუკუნეში სოციალური მედიის არსებობა აუცილებელია. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. სწორედ ახლა არის ის დრო, რომ გავიცნოთ კარგად, ვიცოდეთ ზუსტად და ვიცოდეთ ის თუ როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია და ვისთვის არის საჭირო. პოლიტიკაში არიან ჩართულებიან ჟურნალისტიკაში და უნდათ რომ თავისი აზრი გაუზიარონ და დაარწმუნონ ვინმე რამაში დღეს სოციალური მედიის გარეშე ეს წარმოუდგენელი. წინანდლის სახლ-მუზეუმი გიორგი ლეონიძის მემორიალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მუზეუმის კოლექციაში, ასევე ოჯახის პირად არქივში დაცული ფოტომასალა და ხელნაწერები. როგორც ცნობილია, სწორედ გიორგი ლეონიძის სახელს უკავშირდება ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა, რამაც წინანდლის სასახლე განადგურებას გადაარჩინა. მანამდე იქ წინანდლის ღვინის საბჭოთა მეურნეობის სასტუმრო სახლი იყო განთავსებული. გამოფენა დღეს გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა, იმიტომ რომ გიორგი ლეონიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ მუზეუმი არსებულიყო. მოგეხსენებათ ეს შენობა 19 საუკუნის პირველი ნახევრიდან უკვე არსებობს, მაგრამ როგორც მუზეუმი გაიხსნა 1946 წელს და ამაში ძალიან დიდი ღვაწლია ბატონი გიორგი ლეონიძისა. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა პატარა ფოტოგამოფენა, რომელიც ეძღვნება სწორედ გიორგი ლეონიძეს. დღეს გახლავთ როგორც ცნობილია თქვენთვის 70 წელი მუზეუმის დაარსებიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-კარის მუზეუმის დაარსების, რომელიც იყო გიორგი ლეონიძის ინიციატივა და გარდა შედევრალური პოეზიისა ბატონ გიორგი ლეონიძის ასევე სამაგალითოდ აღსანიშნავია მისი ღვაწლი საზოგადოებრივ მოღვაწეობის ასპარეზზე. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინა საახალწლოდ ნაძვის ხეების ჭრაზე კონტროლი გაამკაცრა. სამსახური მოქალაქეებს ურჩევს უარი თქვან წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე. ასევე აფრთხილებს, რომ ეს ქმედება კანონით ისჯება. დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტროლი გაძლიერდება სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების თვითმმართველი ერთეულის ხემცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელებასაც მემორანდუმის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს. აღინიშნა, რომ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბატონი კარპენტერის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცების თვალსაზრისით, ასევე მისი ვიზიტი არის მნიშვნელოვანი კონკრეტული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის კუთხით. ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობის, ქვეყნის თავდაცვის უნაროვნობის გაზრდის კუთხით. აფხაზეთის ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადაყენებას მოითხოვს ინფორმაციას ექსპერტი ვახტანგ მაისაია ავრცელებს. დაუყენა ულტიმატუმი რაულ ხაჯიმბას 16 გამოვიდა გადადგომასთან დაკავშირებით. და ასევე ის კომენტები, რომ რუსეთში დაკავებული იქნა აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი რუსლან ჟანია და მანამდე კიდე გაიმართა ძალიან რთული მოლაპარაკებები პუტინსა და ხაჯიმას შორის. ეს ყველაფერი გარკვეულწილად იძლევა იმის ანალიზის საშუალებას, რომ დე-ფაქტო აფხაზეთში შეიძლება გართულოს სიტუაცია და მან მიიღოს ის თუნდაც მასშტაბები, რა მასშტაბების ქონდა ამხობის გადაყენების პერიოდში. გამოთქვი ვარაუდი, რომ შეაძლებელია, რომ უბრალოდ ჟანიას დაკავება ეს არის მხოლოდ გარკვეულწილად ფორმალური მხარე და შეიძლება მასთან მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები იმისათვის, რომ მან ჩაანაცვლოს ხაჯიმბა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ძლიერი თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გუდაური კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე ლიპყინულის გამო დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა ჯვრის უღელტეხილზე,
სადაც რამოდენიმე წლის განმავლობაში ძირითადად ზღვას საშიშროების გამო და მე ძალიან ძლიერი ხარის გამო არ იყო დასაშვების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. გუშინ წლის მეორე ნახევარში მოგვეცა საშუალება რომ შესულიყავით ამ უბნებზე. გუშინ 3 საათის უკვე აღარ გამოძრაობა მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის. როგორია სამოქალაქო სექტორი საქართველოში, რა ხელისშემწყობი და შემაფერხებელი გარემოებები განსაზღვრავს მის საქმიანობას და როგორ გავლენას ახდენს ის საზოგადოებაზე, თემით ევროპის ფონდი დაინტერესდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიტუაციური ანალიზის შედეგები ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას პარტნიორებთან ერთად გააცნო და მის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ფაქტორი მნიშვნელოვანია. ასე იყო შვედეთშიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო სექტორის განვითარებას, რადგან მათ აკისრიათ წამყვანი როლი სიღარიბის შემცირებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში. დოკუმენტის შესამუშავებლად ევროპის ფონდმა მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში ექსპერტი ჯიმა პინიულ-პუიგი მოიწვია. კვლევა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. პროცესი ძალიან საინტერესო იყო. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 60 რესპონდენტი, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ინფორმაციის სხვა ძირითად მიმწოდებლებს წარმოადგენდნენ. კვლევის შედეგებზე ევროპის ფონდის პრეზიდენტი გვესაუბრა. თეთევან ვაშაკიძე ამბობს, რომ რეგიონში ყველაზე ძლიერი სამოქალაქო სექტორი საქართველოშია, თუმცა პრობლემები აქაცაა. მისი განმარტებით, საქართველოში პროექტები ძირითადად მოკლევადიანია, რაც სამოქალაქო სექტორს ხანგრძლივი სტრატეგიების დაგეგმაში უშლის ხელს. ყოველწლიურად სამოქალაქო სექტორი საქართველოში ძლიერდება. თუ შევადარებთ ჩვენ რეგიონს, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არის, ის ქმედით უნარიანი არის, გავლენა აქვს იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, თუ ყველაზე არა ძირითად მოვლენებზე და საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ეს ხდება არა მხოლოდ დედაქალაქში, ბოლო წლებში ჩვენი ევროპის ფონდის დახმარებით, ასევე სხვა დონორების დახმარებით, ასევე რეგიონებში დიდი ყურადღება რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექცევა. ხშირად ისინი კარგად ასრულებენ ხოლმე პროექტებს, მაგრამ სტრატეგიული ნაკლებად არის, იმიტომ რომ დაფინანსებიდანაც გამომდინარეობს ალბათ, რომ სტრატეგიული ხედვები, ვთქვათ, ორგანიზაცია სად იქნება 5 წელიწადში, 10 წელიწადში, რას გააკეთებს, თუ როგორ გააკეთებს, ეს ამის ნაკლებობა არის. ევროპის ფონდში აცხადებენ, რომ სამოქალაქო სექტორის გაძლიერების მიზნით ორგანიზაციამ მსგავსი სახის კვლევებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომავალშიც აუცილებლად განახორციელებს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ქალაქ ევრიშის სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსებას. მისივე განცხადებით, პრეზიდენტთან შეთანხმებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ანკარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჟირინოვსკი თურქეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას თურქულად მღერის. ჟირინოვსკი თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დედაქალაქის მერს შეხვდა. ახლა კი საინტერესო ამბები. არქეოლოგებმა ქრისტეს სამარხის წარმომავლობა დაადგინეს. ინდეპენდენტის ინფორმაციით არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ სამარხი, რომელსაც 500 წლის განმავლობაში პირველად ახადეს მარმარილოს ფილა, სწორედ ის არის, რომელიც კონსტანტინე პირველმა აღმოაჩინა მე-4 საუკუნეში. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი მარმარილოს ფილა, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ. მასზე ჯვარი იყო ამოტვიფრული, თუმცა ზედა ფილისგან განსხვავებით ის რუხი ფერისაა. სწორედ ეს ფილა იძლევა იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს იგივე სამარხია, რომელიც კონსტანტინე პირველმა და მისმა დედამ წმინდა ელენემ აღმოაჩინეს იერუსალიმში ჩატარებული გათხრების შედეგად. არქეოლოგები ასევე იმის დადგენას ცდილობენ, თუ რატომ მიიჩნია იმპერატორის დედამ, რომ სწორედ აღნიშნული სამარხია ქრისტეს საფლავი.
ოტო არის ერთი შეხედვით გეომეტრიული ფიგურების კომპლექტი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი მუსიკა, დაუკრათ ცოცხალი ელექტრონული მუსიკა ან გააკეთოთ სხვა მრავალი რამ, რის საშუალებასაც თქვენი ფანტაზია მოგცემთ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მისი გამოყენება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მუსიკოს, ან თუნდაც მუსიკის სრულად არ მცოდნე ადამიანს. ოტოს თითეული ფიგურა Bluetooth-ით უკავშირდება თქვენს ლეპტოპს და მისი მოძრაობის შედეგად გამოსცემს ჟღერადობას. თითოეულ ინსტრუმენტს განსხვავებული ფორმა აქვს და განსხვავებულ ხმას გამოსცემს. ახლა კი დღის სხვა ამბები. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კადრები, სადაც ირაკლი ჩარკვიანი და დათო ევგენიძე ერთად მღერიან. ვიდეო Facebook გვერდმა ირაკლი ჩარკვიანი მეფემ გაავრცელა. ვიდეოს ირაკლი ჩარკვიანის თაყვანისმცემლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არაერთ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება. დასკვნით საკონტროლო შეჯიბრებას კი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისის თასზე ჩაატარებს. საბერძნეთში ქართველები მასპინძლებისა და სერბების გარდა იტალიასაც დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ სკვადრა აძურას თელ-ავივში ოფიციალურად 6 სექტემბერს შეხვდებიან. ეს იქნება ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილისაც საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ამით ჩვენი გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.